მითხრა შენ სახში მოვედით და გავხედეთ რომ შენ ბესო ჩემ სახში არ მომსულოთ. ჩვენ თქვენ სადაც ხოცებში ბიჭო ვის გაუბნეს ჩემი სახლის ჭირითო ბესო რომ მითხრა შენ სახში მოვედით და დროშას გავხედეთ ხარი ბესო ეს ჩემი სახლი არ არის მე აქ ვერ ვიცხოვრობ სინამდვილეში მე აქ გავატარე ჩემი ბავშვობა და ახლა როდესაც კითხულობ ადამიანების რაღაცნაირ წუხილს და სურვილებს რომ აუ რა ცუდია რომ სოფელი არ გქონდა მე სულ ვამბობ ხოლმე რომ სამაგერად მე მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე მარია მაჭავარიანთან ბაბუა ჩემი ალიოშა არ მახსოვს მარუსიას ესე ვეძახდით ბავშვობაში და ხა მარიამს რაღაცნაირად ვერ დავიძახთ მესმის რომ მარუსია ცოტა რუსული სახელი მაგრამ მთელი ბავშვობა ესე ვეძახდით მარუსია მაჭავარიანი რომელსაც ყავდა 4 შვილი 4-ვე გოგო პირველი იყო ბებია ჩემი ნანა მაჭავარიანი 4-ვე შვილს ყავდა მათ ყავდათ კიდე ძმობილი სოხუმიდან ანუ 5 იყვნენ რა და ბებია ჩვენებს ანუ 4-ვე შვილს მარუსიას 4-ვე შვილს ყავდა 2 შვილი მე იმაჩული შვილები და მოკლედ ბევრნი ვართ რა ნათესავები რა აქ ვატარებდი მთელი დედაჩემ და მამაჩემ ჩამომიყვანდნენ როდესაც სკოლა დამთავრდებოდა და სკოლის დაწყებამდე 3 დღით ადრე მივყავდი უკან თბილისში შესაბამისად მთელი ჩემი საუკეთესო წლები გავატარე აქ და არ ვიცი გიждები აქაურობაზე ეს სახლი არის 200 წლის არ ვიცი ხა შეიძლება მეშლება და მამაჩემი ალბათ ტელევიზორთან არის და რაღაცას მისწორებს ამიტომ მე ვიცი რა არის სოფლის გემო იდეაში ძალიან მინდა რომ ამ სახლის რესტავრაცია გავაკეთო და აქ გავაკეთო რაღაცა სამკურნალო ნაწილი სულიერების და გეტყვით ხა გიდია რატომ აქ იმიტომ რომ ბებია ჩემის ბიძა იყო დიმიტრი უზნაძე და შესაბამისად აი სახლში ფოტოც კი კიდია დიმიტრი უზნაძის და შესაბამისად რადგან უზნაძეს უკავშირდება ამ სახლის წინაპრები ვიფიქრე რომ რაღაცა ფსიქოლოგებს ჩამოვიყვანდი აქ იქნებოდა რაღაცნაირი სულიერების კუთხეები ანუ ბაბილინა ხო იყო ალიოშას დედა ალიოშ ბაბილინასი იყო ძმისშვილი დიმიტრი всё გავიგე კაი მამ და მოკლედ გავაკეთებდით რა მე რო ხა ხარაგაულში ჩამოვედი ხო შანსი არ იყო რომ აქ არ შემომევლო იმ სახლში სადაც რომელიც ძალიან მიყვარს აქ ეს როგორ შეუცვლიათ ნუ ეს სახლი დანგრეულია რა აქ ყველაფერს ხვაგვარად იყო ხო იდეაში შეიძლება რაღაცის გაკეთება წარმოიდგინე იქ რამხელა ტერიტორია წარმოიდგინე წინ რამხელა ტერიტორია გვერდებზე რამხელა ტერიტორია და იმისი შექმნა რომ აი ეს რაღაცა კემპი გააკეთო ანუ და მე რაღაცა ფსიქოლოგები ჩამოიყვანო სხვადასხვა თვითგანვითარების პროგრამები რაღაცა მგონია რომ ძალიან სწორი იდეაა რა მთელი ბავშვობა ამით ვიზდებოდი ცუდად რომ მოვიქცეოდი ბებია ჩემი ნანა მაჭავარიანი 100-ჯერ მეტყოდა დიმიტრი უზნაძე მის ნათესაურ კავშირს დიმიტრი უზნაძესთან მახსენებდა ყველა ჩემი არასწორი მოქცევის დროს მოკლედ ეს არის ჩემი სოფელი და მე ვარ მათ შორის ვისაც გაუმართლა და ბავშვობა სოფელში გაატარა და იმედი მაქვს რომ სიბერესაც სოფელში გაატარებს გადავიღე მამაჩემს ჩაუგდებ ახლა ინტერნეტი არ იჭერს უკვე მიზეზი მაქვს რომ აქ გადმოვიდე საცხოვრებლად უკვე ერთი სერიოზული მიზეზი მაქვს სინაიდან აჭყებიასთან ჩამოვედით ხარაგაულში 97 წლის რომელსაც 2 შვილი გარდაეცვალა მეუღლე გარდაეცვალა 1 შვილი დარჩა და ეს 1 შვილი მის ნახვას ახერხებს იშვიათად ანუ სულ მარტოა და მისი მთავარი პრობლემა არის მარტოობა რომ დამლაპარაკებელი არ ყავს იდეალური მეზობლები ყავს მაგრამ აი სულ სინაიდებს დალაპარაკს ვერ ახერხებენ ჩამოვედით მასთან რომ დაველაპარაკოთ გავიგოთ მის ამბავი კითხოთ როგორ ხარ ბებო აი შეკითხვა რომ დაუსვათ და თუ ხარაგაულში ან ამ ზესტაფონში წამოხვალთ სოფელში დასასვენებლად ან ისე ჩადით იგორეთში ზინაიდან აჭყებიასთან მარტო იმის საკითხავთ როგორ არის ჩათვალეთ რომ 100 წლის სიცოცხლეს მოუმატ
როგორ ხართ? რაც ვიზამდი რა. კარგად უნდა იყოს. ოი, სადასი კარგი. რატო? ჩემი შვილების პატრონი სიკარგე. ეგენ მყავს ყველი დასაფლებული ავანგარდში. ორი და კაცი აქეთ. მოხვალთ აქ თუ დაგეხმაროთ? არა, წამოვალთ ერთად. წამოხვალთ. ვინა მყავს პატრონი აბა. დევიარები ასენელანელა. შევაი. ვაი რა ხოქნა. სახლის მქონდა დედა, კარიც მქონდა. ბანკმა დამაქცია. დააქცია ჩემი შვილი ბანკმა. ქალი შეხვდა იმისანე. უბედური. ერთი შვილი მყავსა. აქანე არ მოსულა ვალები აქვს ქვეყანა. ახლა ერთი მყავს. ჩემი მომხმარე, ჩემი იგი იყო ეგერ. რომ მომიკვდა. ერთი შვილი, მეორე შვილი. კაცი აქეთ მყავს. დასაფლებული. სულ მარტო ხარ? სულ მარტო. ძალი მყავს იქნე და თბილისში ახრა. ხაშურშია დასთან. თელი ზამთარში იქ. სახლი არა მაქვს საწევი დამიყიდენ ყველაფერი. ვინ გაგიყიდათ? ვინ დაუხერე რო ჩამო ოჯახში. მაგრამ უფლება ხო თქვენმა შვილმა მისცა? ჩემი შვილი ალან მართალია. მაგრამ რა ქნას? სახლი რატო გაყიდეს? რატო დაჭირდათ ფული? ვალი ქონდა იმას. ჩემი ქმარი რო ყოფილიყო, არ გაყიდებდა სახლი და კარს. ჩემი კაცი რო ჩემი შვილმა დაასაფლავა და წლის თავზე ეგიც მომიკვდა. უბრალოდ შვილი სიმწრით განცდილი შვილები. ორი შვილი ავანგარდში მყავს ახლა. აქეთ არ გამომატანა ძალმა. ჩემი ქმარი მე მინდა აქანე რო იყოს. სწორია. ხო. მე არ დევეძალე მეს. სწორად მოგცეულ ხარ, ბებო. არ დევეძალე. კაი მე უთხარი. ეხო და რომ მევიდა ჩემი შვილი გააკეთა იგი. კრანი და აი შევარდა სახში. დამიწვა ყველაფერი, დამიწვა. ვენაცვალე მე ჩემი იმას ძალს და იგი მეორე შვილის ცოლს. არა, აქ რომ მყავს მაზლისი. მაზლის ცოლი? ხო. ისინი გივლიან, ბებო? კი, რომ მოდის ახლა მანამდე გაჩერდიო და მოვალ მეო და წყალია თუ საქმეა. იგი მხედავს კიდო იქენ. ზინა ბებო, ესე იგი შვილი ნახეთ ბოლო 3 თვის წინ. 3 თვის წინ ნახე. ისე ეშინია რომ მოგდე. დარეკით რეკავს. რა ვახარ, მაგრამ იგი არა. ის ვერ მეკარება. ის ვინ? ძალი. და რატო ვერ ჩამოდის? არცალია, სამსახურშია? გოგო. არა, თქვენი შვილი. ჩემი შვილი რა ქნას? ბანკის ვალი ერთი და მეორეა. ხო და დადის ლესავს რაღაცა იმით აკეთე. მე არ მაქვს არაფერი, რითი მეხმარო. რაღაც უნდენ ესე ქნას. მე ჩემი თავი რა ვიცი, თუ გევიტანე, თუ არა და მოგდები და ისა. ყველაზე მეტად ეხა რაზე დარდობთ? უბრალოდ შვილზე. რომელიც ჩემი მომხმარე იყო. იმისანე იყო არ ნახული. მე არაფერი არ გამიჭირებოდა იგი რომ ყოლოდა. მაგრამ არა მყავსა. რამდენი ხანია რაც გარდაიცვალა? ქია ეგერ 7-8 წელიწადი. რითი გარდაიცვალა? სარკომა. შვილების დაკარგვა, მეუღლის დაკარგვა ძალიან რთული ბედის წერაა. ძალიან ძნელია დედა, ძალიან ძნელი. შვილები არ მოდიან აგერ. პატივი ვერ ეცი ბაღნებს და რითი მოვა.
არაფერი პატივი არ აქვს ბაღნებს. ისე გაზარდა დედებმა. მე ჩემწენ არ გამიხედია იქით ბაღნებიც. ანუ რას გულისხმობთ? რას გულისხმობ? ქიმელაპარაკებიან, მაგრამ ბავშვები არ მოდიან აქეთ. ადარები არა. ალბათ შეიძლება იცით რატო? შეიძლება იმიტომ რომ არ გაქვთ დასარჩენი, ბებო. არა მაქვს მე დასარჩენი. ხო და ალბათ მაგიტო ვერ ჩამოდიან, რომ ჩამოვიდნენ სად დარჩნენ. ახლა დედა ქივი ცხოვრობდით ჩვენ. შვილით, კაცით ყველე, მაგრამ ახლა თლადეინგრადა დაოხდა. გველების შემომდის სახში აგერ. ყველაზე მეტად ეხა რა გიჭირთ? ყველაზე მეტად რა მიჭირდა მეშინია სახლის ამე. 4-ჯერ გარამითოლა. აგერ მეზობელი. კაი ადამიანი, კაი. ჩემი მარჯვენაო რო იტყვენილია. 4-ჯერ გარამითოლა, მაგრამ არც მე ვარ გლახა თუ რამე ქიმაშობი. ჩემი ხალხი სულ ახალგაზრდები მოგდა. ახალგაზრდები და მე 87 წელიწადში ვარ. ხო. ხო და კიდევ რა ფევარ არ ვიცი მე. რა ვქნა. ასია შვილი რომ ყოლოდა არ დავეძებდი ახლა იმ ბავშვი რომ ყოლოდა. უმფროსი. ხო, მაგრამ მე გაბრაზებული ვარ იმ შვილზე, რომელიც ყავთ და არ ჩამოდის. და მინდა რომ მომისმინოს რომ გაბრაზებული ვარ. ახლა იგი მევიდა, მაგრამ ქალი ყავს იმესანე რომ მე ქალი არაფერში არ არის ბებო. მაგი არა იმესანე ბოში. რა ბოში ბებო რამდენი წლისა? ყველას უყვარს იგი. ჩემი შვილი. ხო, მაგრამ თქვენთან უნდა იაროს ხშირად. ახლა თუ გიყურებთ შერწყ. ახლა იყო მაგი 3 თვის წინ და ისე 3 თვის წინ არა, უფრო ხშირად იაროს. ისე ტელეფონზე მელაპარაკება ხშირად, მელაპარაკება. ხო, მაგრამ გნახოთ ხშირად. ხო, ეგი კი მართალი ხარ შენ. ხო და მომისმინოს ახლა და ისმინოს რასაც როუნები, რომ არ იქცევა სწორად. აი, ორი შვილი დაკარგეთ, მეუღლე დაკარგეთ, ესეთი ამბავი გაქვთ გადატანილი მძიმე ცხოვრება, მარტო ხართ. უნდა ჩამოვიდეს და გნახოთ. არა, ჩამოდის ისე ახლა მაგი. რო ვთქვათ ეგია. ვალები ამის მეშინია. შვილები იყო ახლა. ამ ზამთარში მომაკითხა ბავშვმა. ხო, მომაკითხა და ბებია ნუგეშინიაო ზაფხულში მოვალ კიდეო და ქცემ ბებია პატევს შენო გამზარდე იქანაო რო იყაიო და მე ვარ დაგივიწყებო ბავშვები ეს უმფროსი შვილი საყვარელი. აი ყოველდღიურად ვინ გეხმარებათ? რაღაც ალბათ რამდენი რამე გჭირდებათ, დახმარება გჭირდებათ, ვინ გეხმარებათ? ახლა ესე იგი 10 დღე იყო თუ რაცა ვინ მეიტანა თავრობიდან არ იყო პურები იყო მოხალისეები იყვნენ ალბათ ხო და აქამდე გამევიტანე თავი ახლა ფული მაქვს მიცემული და თუ რამე დამჭირდა ხო აგი მეზობელი წავა დეიჭვირთება ჩემ ბატონო და მომიტანს სახში და ამით ვინ მაშობი თავს მეზობლებში გაგიმართვათ. მეზობლები აგი. ვინა კან მეზობელი? მარტო ერთი ყავთ ის? კი მყავს და ერთი აგერე ბიჭი კანი. ხო. ლაპარაკობდი ალიკა. ალიკა მოგვიყვანა ჩვენა. ალიკა ხო? ხო. თქვენი სახელი? ჩემი სახელი ნანუკა. ნანუკა. მე ხარაგაულელი ვარ. ხარაგაულიდან. საგარიქეთში მაქვს. სოფელი, მათ გავიზარდე, მთელი ზაფხული მაცხოვრობდი. რას ლაპარაკო? არა ყავს ვინმე? აღარავინ. აბა ოჯახი ვისა? მეზობელი უვლის. აი, მალადეთ. ო. აი, ეგი მხედავს ამ. ალიკა. ალიკაც და ეგიც. ალიკა ხლა ჩამევიდა მაბულში გერმანიაში იყო. ერთი დაიმყავს მარტო და იგიც დავარდნილია. რაღაც მე ვარ ისია. თქვენ არაფერი დავარდნილი არ ხართ. რა ვიცი მე, კიდო მუშობ, კიდო. ვეხარ ვიმაშობი, გული მკლავს ახლა გული. გულმა დამიწყო ძალიან. წამლები გააქვთ გულის? კორზისი,
სვამდი და იგი ახლა გამომიტანს კიდე მომიტანს იგი გულო მომიტანს გულის წამლებს ასია ჩემი საქმე და რა ვქნა არ გამიმართლა რომ იმნაირი ოჯახიდან ვიყავი გამოსული რა მინდოდა აქეთი გორეთში რა მინდოდა წულუკიძის რაიონიდან ხანირქვიდირიდან ვიყავ მე ახლა ასე იმერელი ყოფილხართ თქვენც ხო მერე არ გაგიცვლიათ რეგიონის სხვაში არა დედა არა ისე ხარ რომ ყველაზე მეტად რომელი წელი გაგენატრებათ თქვენი რომელი წლები ახალგაზრდა რო ვიყავ უფრო კაი იყო და ახლა დავარდნილი ქალი რა არც წელს დევეძებდა არც არაფერი რა ვქნა მე მგონია რომ თქვენი შვილიშვილები უფრო ხშირად ივლიან თქვენთან მოვა ჩემი შვილიშვილები დარწმუნებული ვარ გეშინიაო ბებიაო ამო გაკითხავთ თვეში ერთხელ მაინც მოვალთო ხო ასე თქვა ბავშვებმა მეც დარწმუნებული ვარ რომ ამ პირობა შეასრულებენ შევაკებ რაც ხებს გავაკეთებო თქვა ბიჭმა ბიჭს მაინც ამართლებთ მე გაბრაზებული ვარ თქვენ არ ვამართლებ მე კიდო მეწოდება გოგო კიდო მეწოდები აი თელი დღე რას აკეთებ ბებო სახში რას ვაკეთებ და ვждიوار და თუ რამე ახლა გასაკეთებელი ერთი ქალი დადეს და ნაგავია თუ იგენია მიაკ უკან გოდა მაშობი რა ვქნა ბევრს ვერაფერს ვაკეთე აი ესე ზიხართ ასე ვარ აბაროკ დამლაპარაკებელი ყველა კაცი ტელევიზორი მე არა მაქვს არაფერი მე არა მაქვს იქნებ ტელევიზორი ვიშოვოთ და დაგიყენოთ სიდან ვიშოვნოთ და მე საიდან შენი სახელი მე ვიცი კაი გოგო ხარ კაი შენი გოგო აი კი ხსოდნიათ შენი გოგო ჩემი გოგო კარგად არის ძალიან გახთა კი გათხოვილია ძალიან გახთა ხო და ძალიან არ ვიცი არ მომწონს ისე გახთა შენ რა კარგად იყავი გასუქებული იყავი მეტად ხო მეც გავხდი მაგრამ ჩემი გოგო უფრო შენი გოგო შენ სახე რაც იქონდა იგია ხო ეს კომპლიმენტად მივიღებ ამას მიხარია ცოტა თუ გაგართეთ კაი ხალხი ხართ მაგრამ ასე უპატივცემლოდ რა არა უშავს ბებო ჩვენ მაინც ისეთი გადაღებაზე მივდივარ თქვენ მაღაზი არ იდარდოთ საქართველოში რა ადგილზე ხართ რა ადგილზე ვარ და ის სერიდან ხო მუხებთან მუხებთან ხო ჩემს ეზოში ორი დიდი მუხა იდგა და ვის არა ქვია ბებია ჩემი როგორ დაიცვალა მარია მაჭავარიანი ეს მუხა წაიქცა და რაღაცნაირად სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენთვის ამ მუხებს და მე მამაჩემს ისე უნდოდა რომ მუხებს ეარსება ეზოში თავიდან დარგო მუხები უმფროსის შვილი რომ მომიკვდა იმას უნდა აკანი რომ დაესახლოს ხო იმის შვილს და თვითონაც იქალსაცავაბა ზალს ხო ზალი ხო და მოგცემთ მე უთხარი მიწას წეიღი იმათ ჩადგით იქანა და იქნება კემაიც აკანი მე რომ მოგვიდე კემაიც ამგეს მაიც მიხედავ ერთმანეთს დაკარგა არ უნდა თბილისში ახლა მე ნინო მყავს თორნიკე ხო და იმგეს არ უნდა დაკარგა ეს ჩემი ოჯახი აი მე ერთ რძალს ერჩით ხო იმას ანუ დანარჩენ რძლებთან არ გაქვს პრობლემა არა კაი იმ ერთთან გაქვს ხო იგია მეგრელია ოჩიგავა მე მიყვარს მეგრელები ყველა მეგრელები ერთნაირი არა ეგ შეიძლება ხო მე მეგრელი არა ვარ მაგრამ გვარი მაქვს ნაჭრებია თქვენ იმერელი რძალი გინდოდათ ხო მინდოდა რა თმინდოდა იგი მაგრამ ვინც ამ გოური გადააქია მე ეს იყოსენ კარგათა არ დავეცებ აბა რა ეგ არის სწორი პოზიცია ბებო იყავით თავარია თვითონ იყოს კარგად ხო იყავით კარგად და მე მეშვით მეუთხარი მე კიდო რაც საშუალება მექნება და რაც რემე კიდო მეგეხმარებით მეუთხარ მე რა იმაკ რომ მე ვეხმარო
ბებო ძალიან საყვარელი ხარ. ვაგონით სამლებში ვარ ეგ. გახობილ. ძალიან საყვარელი ხარ. რაფე მიყვარხარ შენ? ой, მე უსაყვარლესი ხარ. რაფე მიყვარხარ? რო დაკინახე, უი. და გზაფხულია უკვე ხალხნა. თოვლი არის კიდო. თოვლიც არის, მაგრამ ძალიან ზაფხულია. სახლი დაიგი იყო. დამალული იყო. ეს სულ თოვლში იყო, ხო? ეგი სულ თოვლი. ეგი მოდიოდა 4-ჯერ გადათოვლა ეგი. 4-ჯერ. თუ დამიგვიანდა ან ტელეფონზე და რამეზე, ხო? გამოვა და იყვირებს. ზირა. ცოცხალი ხარა? ცოცხალი ხარ გოგო? ხმაია მიიღე. აი, კაი ხალხი არის. ძვირფასი ხალხი არის ენეგენ. გაიხარეთ. სულ ყველამ გაიხარეთ და გაიხარეთ. იხარეთ. სადაც გააბიჯოთ ფეხი, სულ წაღმა გეროს. სულ სიხარული გენახოთ. გურის სტიქის დროს ყველაზე ემოციური იყო თოლში, მაღალ მთაში, სოფელში მარტო დარჩენილი მოხუცები. რომლებიც ერთად გთხოვდნენ, რომ მათ შვილიშვილებამდე მიგვეტანა ხმა, მათი პრობლემის და გასაჭირით და ამ გადაცემაში და შემდეგ გადაცემაში, შემდეგი გავა, არ ვიცი როდის გავა, მაგრამ გადავწყვიტა, რომ ამ მოხუცებთან მივიდა სტუმრად, ყველასთან ვერ მივა, ბუნებრივია, გამორიცხულია, მაგრამ რამდენიმე მათგანთან მივა სტუმრად. ჯანდო ბაბუ და აზა ბებო. უსაყვარლესები. ხარაგაულის არჩევის დროს სუბიექტური ვიყავით. როგორ ხართ? როგორ? კარგად, დადნა თოვლი. დადნა. როგორ ხართ, ჯანმრთელები? გამარჯობათ. როგორ ხართ? აბრაზებთ? არა. აღარ? გამარჯობათ, როგორ ხართ? გამარჯობათ, როგორ ძანდები? ხო, ეზოში დავიჯდეთ, მე მგონი ჯობია ისეთი კარგი ამინდია ბიჭებო, აქ ჩამოვიჯდეთ. რამდენი წლის ხართ? მე 74 წელი. და 84-ის თქვენ? 6. 6? 5 გახდება აგვისტოში. ანუ 84-ისა. ანუ ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად ხართ. მე ვიდრე დავიწყებ თქვენი ახალგაზრდობით, მაგრამ უნდა გითხოთ ახლა როგორ ხართ რა, რაღაცა თოვლი აღარ გაქვთ შესაბამისად პრობლემაც? თოვლი არა. ვიღებ და არ მეგონა. იმხელა თოვლი იყო. ვარ შეგეშინდათ? რა შემაშავ სახას მეშინოდა, მაგრამ ცეცხლი დავანთეთ მაღლა და ყვამლი რო წევიდა, წამევიდა სულა, დაბლა. ის ხო გაადგათ, ხო და დაადნა. ხო და ეს კომპანს ჩამოვიდა პეჩი გვინტია და ვარტას. ოჯახში ვინ არის მთავარი? თავარი ეს არის. ჯონდო. რა შეკითხვა დავუსვი ხო? მაგრამ ოჯახში მთავარი ჯონდო, აი რა რითი განისაზღვრება ბატონ ჯონდოს სიმთავრე? ახლა უმფროსია ოჯახში. ამან ელაპარაკოს და მე გავაკეთებ, ვინ არის სახში, რა ვინ არ არის. არ გვყავს ერთი ორი ბიჭი მყავდა მე. ხო. ერთი აფხაზეთში ესხვერპლა. ხო, და ერთი მყავს რუსთავში. 19 წლის შვილი დაკარგეთ, ხო? 20-ის ხდებოდა. ბატონ ჯონდოსთვის გამოფრთხილეს ეს ძალიან მტკივნეული თემაა. აქვს. თავზე იზამავს. 2 იანვარს მოგვიყვანეს სახში. ახალს. მაგრამ მამის პო სიცოცხლე მის მე აღარ ვარდივარ ვერ ხარც ყველაფერი მივაყიდეთ მარტო ქათმე მყავს
არ შემიძლია თქვა ხორები და საქონე მაჭრელი ძროხები 4 მყავდა ხოლმე 5 მყავდა ხოლმე ახლა აღარცეთი აღარ ყავს ანუ ფიზიკურად ვეღარ ახერხებდი ვერ ვახერხებ 18 წლის ბიჭი როგორ მოხვდა ისე მაშინ ომში რაფერ მოხდებოდა რომ ჯერ იყო მაშინ თბილისში ხო მე ვერ შემასა და წამოვიდა და თვითონ მივიდა აქ ახლოს ვიქნების სახსანო თერჯოლის გვარდია თუ იცი და იქ მე რამდენი ჩხინკალი გახდებოდა იმდენი გარბოდა ხან მე ხან ესე არ მიყვავს დეიდაო ჩვენ ეგ ორი ბიჭი არ მიყვავს და მე უთქვია უფროსი ამდენი ბიჭები რომ მიდიანო ჩვენ რა ვართო არც გადაწყვანიათ მე ეს ორი ბიჭი სახლში ხო ფასად ხო და მე კითხულობდი თბილისში წევიდან წინ გადიყვანესო იქ არისო მაზლებით რძლებით მე ახლა თბილისში მგონია ხო და გაღმა დამლაგებლად მუშაობდი საავადმყოფო იყო ყორეშაში მაშინ ხო და იქ იმ ღამეს ჩამაცხელა დამაყარა ექთანმა ადიელები რა მოგდის თურმე სასწავლოში ყოლებიათ მოყვანილი და სულ მეტირებოდა იმ კვირაში სულ ყველა მომბოდა თბილისში რა გადირებს რას ნევრულობ ხო და გავხედე და ჩემ ბიჭსა და მეზობელი იყო იქანა ჩემ ამასმა გავუკარებდა გია და გაბო გარეთ გამოდით ეს ჩემი ბიჭი გადიოდა და გამოდიოდა ქვეიდან თუ უძახმეთ ჯონდო არ წამეიყვანდა და უცხო ხალხი უსტიან ქვისაგოდეს ნუ ბოში მოსვენებული ყავს და ეს აღარო თო ისინი წასულა და მაშინ იყვირა მე ჩემო ბიჭო კონდა ვიძია ძმა აღარ მყავსო აღარ ქვეყნის ხალხი მამათრიეს იქიდან მოსულა და მე იყვანსა სასახში დავასაბლოთ ამდენი წელი გავიდა და თქვენი ტკივილს არაფერი არ ის ყოველ დღე მიცვლიდან ისდებოდა და შემდეგ ჩემ ძმისშვილებს გავხარ ამ სიმაღლეებში იმაზე უგადასწრებენ არ მიყავდა და ვეგვარი გლახა იქნება ბას რამდენ ხანში მოახერხეთ ცხოვრებაში დაბრუნება ტკივილისგან ცოტა დისტანცირება რაში მოახერხეთ და ჩემ ბაჭს მოუყვანეს გორიკეს გოგოი ხა და თუ არა ჩემმა ძმამ და იმას უსასაფლაოზე რო ხარო და წაგექცევა ოჯახიო და ახალი სული რო შემოვა სახშიო მაინც კაიო იმას მეირიდებო რაცხასო და 5 თვის თავზე არ უნდა და ჩემი ძმა არ გააჩერეს გინდა თუ არა უნდა მეიყვანო თუ არა ოჯახი წაგექცევა გაბო მეიყვანა ეს ცოლი ახლა გემეხარდა მაგრამ არც ძალიან არ გამხარებია ჩემ გულს არ ეკარებოდა მაინც ხა მე მუცელი რო შეეწყო მე უფრო შემიყვარდა ჩემიც და ისიც ხა ამ ჩემ სახლში უნდა დაბადებულიყო გელა ბიჭი ხა და ცხადდა დაგობადა ბიჭი შეიქნა აქ ხალხი ცხოვრობდით მაგრამ ახლა კი აღარავინ არის ხა შეიქნა თოფების რიხინი სასაფლაოზე და ასე გელაშვილები ყავს? არა ჩემ უმფროს ბიჭს ყავს სამი შვილი ყავს ორი ბიჭი და ერთი გოგო და შვილიშვილები მაინც მეტნაკლებად გახალისებენ მაგრამ უნდა მაგათ თუ არ მაგრამ ეჯამთობა თქვენ ჯარი გასწოროთ ყველას არ მიწყობს ხარ ესე იგი მე ახლა მაინტერესებს ოჯახში ვინ რას აკეთებს სიბერან თავისი იცის ასე ვამარადა ფონია ხანა რასოგეს კე თესავს და მარგლის და მე საქმეს გავაკეთებ და მე რა გავაკეთებ ვერაფერს ვერ ვაკეთებ მიწაზე ვერ მუშაობ არ მუშაობ ენერგია არ გაქვთ არა ის დავდივარ და დარდიხო ასნეულებს ადამიანს აბა მაგამ ამგონი